ეს ერთად ბევრს ვიცინებთ და ამბებს გავიხსენებთ ბარსა ინტერ ამალა. ოხრა უიცრად ჩამოხრა უბედურების სამა. ბატონო. თორნიკეთს იყო, თორნიკე ჩემი. სიყვსა ვიღებ. ბასტო შენი ვინ არის? და ნახე დაჯდე არის ეს, აი? და იმას არის, აი იმას. გიორგი. თემა ბარსელონა წავიდა. ave maria. მოგესალმებით მეგობრებო, დაუბრუნდით, რა თქმა უნდა. ძალიან გამართული ხართ. მე? ან გავიზარდე. ხო, თორნიკეთს გაიზარდა და დაუბრუნდით მაგარ სტუმართან ერთად. და სხვათა შორის მადლობა რა, იმიტომ რომ ნელ-ნელა გამომწერები გვემატება და გვემატება. კი, ძალიან კარგი. არ ჩერდება. და რაც ყველაზე მთავარია, ვიდეოს ნახვები და რო შევდივარ სტატისტიკაში, ანალიტიკაში, გამომწერების რაოდენობა იმატებს იმის ხარჯზე, რომ ვისაც არ ქონდა გამოწერილი ვიდეოს რო უყურებს, გამოწერის ხილას აჭერს და ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ სანამ ეს პოდკასტი დაიწყება, გვინდათ რომ გამოვაცხადოთ ჩვენი სპონსორები. Yes. და დაიწყებს ნიკუშა. კაი. ძალიან საყვარელი, ძალიან მაგარი კომპანია. ძალიან მაგარი კომპანია, Doorhouse არის ჩვენი სპონსორი, კარის სახლი, ლინკი აღწერაში გვაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ლინკები და სადანათებს თორნიკე? აი აქ. ძალიან. ახლა გამოვაცხადებ რა უნდა ამონათდეს გიგას და ქოროს შუაში. ეს არის სოფლიოში უდიდესი კომპანია Tesla, რომელიც არის ჩვენი არხის სპონსორი. და მე მინდა ყველას ურჩიო რომ შეიძინონ ამერიკული ელექტრომანქანები მართეთ მომავალი. ახლა კი მივესალმოთ ბატონ გიორგის და დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი. ქორო როგორ? მოგესალმებით. კარგად, მადლობა, გისურვებთ. ერთი 10 წუთი კიდე გაგიგრძელდეთ ხოლმე დასაწყისი. აუ კი, ეგ ძალიან კაი იქნება სხვათა შორის რა. 10? ერთი 10 წუთი. ერთი 10 წუთი. სხვათა შორის ასკომნებია ხოლმე, იცი? აგვიწერენ ხოლმე კომენტარებში, რომ აი არ გინათ ამდენის გამოცხადება ეს დაიწყეთ მალეო და 10 წუთი რო გაგვიწელოს მე რა ვქნათ. მოითმენენ თუ თქვენი გულწრფელი მაყურებლები არიან. აი მართლა ძალიან კარგი ბასტი. გასიმსახურებს ახლა იცი გიორგი, რომ გამოვაცხადოთ და შემოვიდეს. კი. მოკლედ სამი წარდგენა გვაქვს მოფიქრებული. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ და თითოეული ჩვენგანი შემოგთავაზებთ ჩვენ ვერსიას და შენაერთში ერთი და შემდეგ დავიწყოთ. ვის არ მომეწონება დაგვტოვებს? არა, ეგრე არ იქნება, იმიტომ რომ შენ აღარ გამომაცხადებ. უეჭველი ვიცი რომ ერთი გამოცხადება მაინც იქნება ისეთი, რომელიც არ მოგეწონება. კი, რა თქმა უნდა. არა, უეჭველი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მოეწონოს ადამიანს ახლა. ხო, არის. აი, მოდი დავიწყოთ. მე დავიწყებ. დაიწყებ? 4 ბალიანი თუ გინდა ბოლოს. 4 ბალიანი. კაი, დაიწყეთ თუ გინდა და აი, მე დავიწყებ. დაიწყეთ მან. ის იშვიათი ადამიანი, რომელსაც კარგი იუმორიც აქვს და ბინაც. გიორგი კორიცე. მადლობა. წარმები აწიაზებით, კარგია. გიგა. მე თქვა, მე სიმღერით მა. მედი, იმღერე მე. აბარა ჩვენი სტუმარია ქორო დღეს ერთად ბევრს ვიცინებთ და ამბებს გავიხსენებთ ბარსა ინტერ ამალა. ანუ არ გაიღებნა რა. ხო. ეგეთ გამოცხადება. გააგიბოს ბარსელონას ადამიანი. შემდეგი. კაი, გავიაროთ იმ ბარსა ინტერ ამალა. მეგობრებო, ვინ გახსენდებათ ქართულ YouTube-ზე? სოსო ერაუნდევოთ. ვინ გახსენდებათ ქართულ YouTube-ზე იუმორისტულ კონტენტში, ხო? ჰანგრიმენი კაკო. ვინ გახსენდებათ ქართულ YouTube-ზე სპორტულ კონტენტში? ორშაბათობა. ვინ გახსენდებათ ქართულ YouTube-ზე ბარსას ფანი? ბასტო. ჩვენი სტუმარია ქორო. სალამი თოკო. მადლობა, კარგი იუმორის მქონე და ბინის პატრონი გიორგი. კარგი იუმორის და ბინის მქონე. კი, ადამიანს ეს რატო ვართ ორნი? არა უსო. დღეს 2-2-ზე ვარ. 2-2-ზე ვართ ბარსას და რეალის ფანები. შემიძლია არ მესმონდეს, იცი, ამათი. უკა თავიდანვე დაიწყო, რომ რეალის ფანები არიან, ესე ეგრევე შეტევაზე გადახვედით თქვენ. მე ეგრევე რომ ადამიანს კარგი იუმორი აქვს. არა, ჩვენ შეტევაზე არ გადავალთ, იმიტომ რომ ძირითადად იმიტომ რეალი ხართ ამ სეზონში. თქვენ აქამბექებთ და შეტევაზე ვერ გადახვდით. ჩვენ ძირითადად დასვაში ვიყავით. ვაქამბექებთაც არ არის. რემონტადა. მართლა ფორას ვაძლევთ ყველას, აი მართლა. არა, მართლა სიმართლე უნდა ითქვას ხო, რომ ძალიან მაგარი ბარსა ყავთ. ჩვეულებრივ FIFA-ს თამაშობენ. კი, ძალიან მაგარია. და საერთოდ არ აინტერესებთ რამდენ გოლს გაუშვებენ თუ არა. მე მგონი არც აღიქოენ, რა გოლი გავიდაც არა აქვს. წავედით შეუტიეთ ეგრევე ეგად. პროსტა რა ინტერთან რა იყო? რა ამბავი იყო? რისიმრალი. ბიჭო, ინტერთან რა თემა იყო, იცი?
WWE-ს უყურებდი ადრე? კი. დადგმული Undertaker-ის შემოსვლა გახსოვთ? კუბოდან რო დგებოდა ხოლმე. აი ეგეთმა კაცმა გაგვიტანა გოლი 93 წუთზე და არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ვფიქრობ რომ ალბათ ბავშვებს დააკდათ ცოტა გამოცდილება. ოდნავ. პრაგმატიზმის გამოცდილება დააკდათ ცოტა, მაგრამ თან გაუმართლა ინტერსაც, ეგეც იყო რა. მე ვფიქრობ რომ 93-ზე რო არ გაეტანა და 92-ზე რო გაეტანა ჩერბის უეჭველი და აქ ამბიქრა. არა. იამალს ჰქონდა მომენტი ჰქონდა იამალს მაგის მერეც და ვერ შეაკდა. ხო, ჰქონდა. ბიჭო, ის არის რა ფსიქოლოგიაც არის ეხლა, მაგრამ ვიცი. ხო, მაგრამ მეორე მხრიდან რო შეხედო რა, ანუ ეხლა PSG-სთან ფინალში ეგ მაგ ბარსას ინტერი არ ჯობია? ან ჩვენი ჩვენთვის ხვიჩასთვის ჯობია რომ ინტერი შეხვდეს. PSG-ც ისეთ ხოძეა რომ რავი, უფრო ანუ ძალიან არა, უფრო მაგარ თამაშს მივიღებდით ალბათ ბარსა. შეიძლება 7-8 დამთავრებულიყო, ოღონ არ ვიცი რომელი დამთავრებდა 7-8-ას. ძალიან ბარსა ეგ იქნებოდა ფინალით რა. არა, ყვარა მაინც მოიგებდა, ანუ ბარსას ვისაც არ უნდა შეხვედრო და რაღაცა ისეთი ისა აქვს, რა ქვია, ისეთ ვარსკვლავზე ის ეხლა რომ შანსი არაა რომ არ მოეგო რა. ხამე ვნახე გუშინ ვიდეო ხელიდან იხსნიან რაღაცას. ხელზე უკეთიათ რაღაცა, მოკლედ მოხეული, მაგრად. ხო. და იამალი იხსნის და რაღაცა მაგაზე იყო, რაღაც კომენტარებს კითხულობდი, რომ მე ეხსნება უვენე მოჭერილი რო აქვსო, მე უფრო რაღაცა სწრაფად ფეთქავს გულიო თუ რაღაცა და ანუ დოპინგის პონტი ჩითებაო. რაფინიასაც უკეთია სხვათა შორის. ლუჯი უკეთია და იმას თეთრი უკეთია. და ბენზემას ეკეთა ხოლმე ადრე. ბენზემას თითების პრობლემა ჰქონდა, მოტეხილი ჰქონდა. ვითომ? და მაგი არა, არ გაქვს ფოტო ნანახი, ესე რომ ხელი. მაგრამ სხვათა შორის, ბენზემამ რას გაიგეთა, ნახე როგორ გაუხარდა, ნახე რაღაც ხოდა, ნახე ხა დავეთანხმე. გამოსაძიებელი თემა მართლა, ანუ რაღაცას იმაშვება, რა ქვია. ლევანდოვსკისაც უკეთია. ჩიპი არა, ჩიპსი დგავს ფეხბურთისას. ჩიპი არა, მაგრამ ამას რო იჭერ ხო, გეძაბ ეს რაღაცა იმას გიშვება რაღაცა. შეიძლება იქნება მე უცბად რაღაცა ის ადის ზემოთ. ის არის რა, ნიტრო არის რა. ო, არ ვიცი. ესე მოიხსნა და ეგრევე ვარდება. მაგას საინტერესო გამოიძიებს მაგას და მართლა იქნება რაღაცა 0 რაღაცა ეგ არ ვიცი, მაგრამ არ ამგონია რამე დასაშვებს. ერიკ გარსია თუ არა, დაუშვებელი არ იქნება ხო, დასაშვებ პონჩია ჩვეულებრივ. ეგ იქნება რა ხელი აქვს მოთა. დასაშვები რო არ ყავს და ხელზე ნუ გაგმოჭერი. დაუშვებელი არ თამაშია. პოგბამ რამდენი 4 წელია. ბარსელონაზე ხა რაღაცები ვისაუბრეთ. ვიცით რომ ქორო არის დიდი გულშემატკივარი ბარსელონასი და მე მინდა ძალიან ლოგიკური შეკითხვა დავუსვა, თუ უყურავდა ბავშვობაში ყველაზე ჭკვიანს. ყველაზე ჭკვიანს უყურებდი და თუ გიორგით მომმართავ. გიორგი. თემა ბარსელონა წავიდა. აუ, ერთი წამი, რამდენი გითხარ? 26. კარგი, 11 თუ გამოვიცანი ზუსტად. გიორგი, მაშასე გიორგი, როგორ? 11? ზუსტად 11 თუ გამოვიცანი, ერთ-ერთმა დაგტოვოს. აბა 11-ია. მე შეწყდა. ან ბარსელონაზე ძალიან კარგი რაღაცები ილაპარაკა. ისედაც კარგი რაღაცები არ ვილაპარაკა. არა, თქვენ რომ მაშინ ბარსელონა ჯობს რეალს. კარგი 20 აი ნახოთ, რამდენსაც გავცემ მაგის მიხედვით. კაი. არ არის სული ხები და მაგიტო რა. რომელ წელს დაარსდა ბარსელონა? 1000 ესე ქენი? 1890 კაი, შემდეგ. 1899. რომელ ფეხბურთელს აქვს რეკორდი ბარსელონაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით? რა თქმა უნდა, ეს არის ანუ რამე თუ არ თქვი ვერ დაგეთანხმები. უიო. არა, ლიონელ მესი. ყველაზე მეტი რანგა გადავიდა ბიჭო. არა, არ გადავიდა. მაიამიშია ეხლა. არა, ვიცი, მაგრამ რომელი ფეხბურთელი თამაშობდა დაცვის ცენტრში ვარ. ყველაზე მეტი რანგარში დაამარცხა ბარსელონამ კლასიკოში რეალი. ყველაზე მეტი 11-2-ია თქვენი? 1. მე არ მჭირა მაგის. ხო და ბარსელონა რამდენი და? აი, კითხვა არ იყო, მძერა თუ არა 11-2-ის. 5-0. 5-0 არა მეტი კაცო. არა 5-0-ია ოფიციალურ შეხვედრაში. აი 6-2, მაგრამ 4 ბურთია მან სხვაობა. კარგი. ვინ არის ბარსელონას ყველა დროის ბომბარდირი? მესი. სწორია. ყველაზე მეტი არ მოიცა, ვისო მოგებით არ დაიღლება ბარსელონა არასოდეს? რეალზე. სწორია. ყველაზე მეტი ჰეტრიკის რეკორდი ლა ლიგაში რომელ ბარსელონა ფეხბურთელს ეკუთვნის? მესის. ლუის სუარეს. ლუის სუარეს. ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი რომელმა ბარსელონამ გაიტანა? მესი. სწორია. ყველაზე მეტი აღებული ბურთი რომელმე კარეს აქვს? ტერსტეგენს. ვიქტორ ვალდეს. ტერსტეგენს არ აქვს, არ აქვს, ვიქტორ ვალდესი ხო არა? ბარსელონას ჯანო ანანიძე.
ბოიან კრიტიკა. Sorry. ტიკი-ტაკა სტილი რომელმაც ფრონალმა შექმნა. გვამ. რდიოლა. იოჰან კროიფმა. PSG-სთან 6-1 მოგების დროს ვინ იყო ბარსელონას მწვრთნელი? გვარდიოლა არისო? თუ ლუის ენრიკე. ლუის ენრიკე. ლუის ენრიკე. რომელიც ცხოველი ახატია ბარსელონას გერბზე? რომელიც ცხოველი ახატია ბარსელონას გერბზე? რომელიც ცხოველი ახატია? ვაფშე არ მახსოვს. დაიც დავსერჩავ. არც ერთი. არც ერთი. ანუ ლამინ იამალი კილიან მბაპეს? ტრაქში. დამომატა. Sorry. ტრაქში არ გაიგე. როგორც ვიცი თვითონ მბაპე იმას შვება ვიღაცას. ხო, კი. ყველაზე მეტი წითელი ბარათი რომელ ფეხბურთელს აქვს ბარსელონაში მიღებული ისტორიაში? ისტორიაში თუ ბარსელონაში? ისტორიის ბარსელონაში. რეალში პეპეს მე მგონი. და ბარსელონას ქრისტოს სტოიჩკოვი. სტოიჩკოვი ხო. ბარსელონას თავარი დევიზი. კლუბზე მეტი ვარ. მეტი ვიდრე კლუბი. კი ბატონო, რეალ მადრიდის დევიზი. ისა რასაშინელი გუნდი ვარ. წავაგოთ ბარსელონასთან, კი ბატონო, იგივე შენ არის. რომელ გუნდს გაუტანა მესი მარადონას მსგავსი გოლი 18 წლის ასაკში? მანჩესტერს კი არა და ხეტაფეს. ხეტაფეს ხო. ანკარა? მესი. Sorry. ეგეთები. რომელ ფეხბურთელს აქვს მაკრატელა გატანილი რეალ მადრიდისთვის? ბარსელონადან. ბარსელონადან რივალდოს არა. ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ყველაზე მეტი ასისტი რომელ ბარსელონელ მეკარეს აქვს გაკეთებული? ტერშტეგენ. Sorry. კარნა. რომელი არა, ანუ თამამად უპასუხეთ ხო. ესე შვებოდა. რომელი ბარსელონელი ფეხბურთელი გახდა ლიბერიის პრეზიდენტი? აბიდალი. კეიტა. ჯორჯუია. ლივერპულიდან ლუის სუარესამ და ვინ გადმოიყვანა ბარსელონა ლივერპულიდან? კოუტინიო არ გადმოგიყვანია როგორც მახსოვს. ხავიერ მაშერანო. მაშერანო. შემდეგ წელს ბარსელონა ინტერს რომ შეხვდება რა მოხდება? დედის კლასელებს. Sorry. რა უნდა მოხდეს რომ ჩუამენს ხელზე მოხდეს ფერან ტორესისგან საჯარიმოში ბურთი და საჯმა პენალტი დანიშნოს? აღარ უნდა გადარიცხოს პერესმა ფული. ან ცოტა მეტი იაზროვნოს საჯმა. კი ბატონო. YouTube ლიგაზე ქართულ მესის ვის უწოდებდნენ? ვაჟა გოგუას. Sorry. შემდეგ წელსაც რომ ბარსელონამ რეალს ორივე თამაში მოუგოს, რეალის ფანებს რა დასჭირდებათ? მე. კორსიზი. 14 სწორი 14 სწორი პასუხი ქონდა. ბიჭო, რამდენი ნახე. გამოიცნო? მე რაღაცებს განვიხილავდი იქ. მასკერანო გამოვიცანი. ეგ ჩათვალე, იმიტომ რომ ბარსაში 1 გოლი აქვს. არა, იცი რა, ძალიან ისე საინტერესო იყო. კი, კარგი იყო უბრალოდ იმდენად სწრაფი არის რომ რთულია რომ ასაკნა რა. სწრაფიც რო არ იყოს. ძალიან რთულიც არ იყო ჩემი აზრით. ანუ საშუალო იყო, პროსტა ცუდი. დაგევასა ბარსელონაზე? კი, დამევასა. ან მაყურებელზე ადრე რომ მეუყურებ და გამისწორე. ეხა 26 კითხვა იყო? კი, 26 კითხვა. 26-დან. შენ რეალზე გაგიკეთო ეგ, რამდენს გამოიცნობ? მიდიება. ეხა უცებ როგორ გავაკეთო? ვინ დააბიჯა ფეხი მცველს პეპე. ხეტაფეს. ხეტაფეს. ვინ კრისტიანო რონალდო. რა ბალახი. არა ბალახი. არისო. მე რა მინდა იცი? ხო. ვაუჩერი გვაქვს გასათამაშებელი. და ქორსტატეს რამოდენიმე ხანი პაუზა ავიღოთ ფეხბურთიდან, კი ბატონო. ხო და რამოდენიმე კომენტარს ავიკითხავ მე და შენც მოგვეხმარი ხო და იმიტომ რომ წინა გადაცემაში ყავდა ნიკა აბაშიძე. ნიკა აბაშიძემ დაგვიტოვა ვაუჩერი მოკლედ და უნდა გავათამაშოთ კომენტარების მიხედვით და მოდი ერთად გავათამაშოთ რა. რომელიც ყველაზე საინტერესო თუ კრიტიკული იქნება ჩვენთვის ეგეთი კომენტარი. კი ბატონო. როგორც გაგვისწორდება. ქსენსუსამ დაგვიწერა პალიროვკაში ამოვაო ეს ფრაზა დაამატეთო. ხელოსნების ხშირი ფრაზები გქონდა რა იქ და პალიროვკაში ამოვა ესეთი კომენტარი იყო. გავარდა. წარმატებები, უმაკრესი კაცი, კარგი იყო წარმატებები. ისევ მე მომაგებინებენ, რო ვიცი, სულ არ დავწერ კომენტარს ვაუჩერი, მაუჩერი. აი ვაუჩერი, მაუჩერი რო აღარ ყოფილიყო მანამდე ისევ იქნებოდი. არა, მე პირიქით ვაუჩერი, მაუჩერი უფრო დავიჭირე. მოდი დაულა იქით. კაი, ოკეი, ეს ერთი ფავორიტი არის ხო? კაი, წარმატებები, სარო მოიწვიეთ. წარმატებები ისე წერა? ბევრს წერია რა. ასე გააგრძელეთ, ასიანი ბაბინაა, ანუ ესეც იმ ფრაზებიდან არის. როგორ ასწორდება? მასანკაში სულ თქვენსკენ ვიყავი მევასებით და ეს პოდკასტი ძალიან კარგი გამოვიდა. ეს მოსყიდვა ეხა. ხო, ეგ დაულა იქენ? მოდი რა ვქნათ, იცი? აი ესე გავაკეთოთ, აი ესე მე ის გავაკეთოთ. მომეწონა ვაუჩერი, მაუჩერი. ვაუჩერი, მაუჩერი. დასაწყისი ძალიან, აი ვაუჩერი, მაუჩერი ის. კაი, მოდი აბა ვნახოთ ვის აქვს ყველაზე მეტი ლაიკი. კაი. და თუ არა და მე ვაუჩერი, მაუჩერი გავუშვათ. ხო. 5 აქვს ეს ხალხი უბრალოდ რატო არ უნდა გამოიწერო, კაი საუბრებს აძრობენ ბიჭები, მორჩა ბაზარი. ეს არის 5 ლაიქი. და მაინც დღეს ჩაგვივარ და კაი საუბრები.
მე და ქოროს კაი საუბარი გვაქვს. ძალიან კარგი მაგრა ვერთობი. ჩვენ ბარსელონას მასაკაში სულთქასკენ ვიყავი. ნიკუშ მანქანა ვიყიდე პირველად და ბენზინის ვაუჩერი მაჩუქე რა. პრიუსის ცოტაც მეყოფ. აი, პირველი მანქანა თუ ვაუჩერი? მე ვაუჩერისკენ ვარ. აი, მოდი ხმის მიცემით გავაკეთოთ რა. ხმის მიცემით გავაკეთოთ. ხო, ეგეც არის შეიძლება იყოს ეგ. აი, მე მახსოვს ახლა პირველი მანქანა რო ვიყიდე, ძალიან მაგარი ემოცია და ის ქონდა, განცდები და სულ არ გინდოდა ბენზინი. და ვალითან და. ხო, კი, პირველ მანქანას ვალი მოყვა და პირველი მანქანა რო იყიდა, ვაჩუქოთ მაგას. აი იქ. მოკლედ ამ კომენტარში ხო, გაგვინაწყენდები. მე მაქსიმალურად ვეცადე, მეგობარო. რო ჩემი ბიძაშვილის კომენტარი. სამწუხარო. აი, ავარჩიეთ ანუ ეგ. ავარჩიეთ, მოკლედ ამონათდება ეს კომენტარი, მოგწერე და ნიკა გადმოგცემს სელუს ვაუჩერს, ხო? და ეს ბენზინის ან სელუს ვაუჩერს, რომელიც გენდა. მაგრამ მოდი აქვე რა გავაკეთოთ იცი, რადგან ახლა ქოროც ყავს სტუმრად. ესეთ რაღაცა გავაკეთოთ. შემდეგ კი არა, ამ პოდკასტზე თუ 20000 ნახვაზე ავალთ. კომენტარში გავათამაშეთ ლამინ იამალის მაისურს. მაისურს. აი, და როგორ ვქნათ, იცი? რადგან ქოროს არ მივეცით ახლა რო აერჩია საშუალება რა. ამ ვიდეოს კომენტარებში რა კომენტარებიც დაიწერება. ჩაგიგდებს და შენ აარჩია და იმას ვაჩუქებთ ლამინ იამალის მაისურს. კომენტარში კი, შენ მოგწერე რომ ცისკას იმან მოიგო. აი, იმან მოიგო. ოკეი, შენ დაუწერე ცისკა და ეგ არის. აი, ეგრე ვქნა. აი, თამაში გვაქვს კიდე მომზადებული ჩვენთვის. ფეხბურთელები უნდა აგარჩევინოთ ეს თუ ის რა. და რა უნდა ვუყოთ მე. და მე გავაგრძელებთ თამაშს რაღაცა სხვა მიმართულებით. ოკეი. ნახე, ახლა საინტერესო რაღაცები მოხდება რა. ბარსა რეალის ფეხბურთელები არიან? აი, დემბელე თუ რაფინია? ამ სეზონების მიხედვით ზოგადად რა ვარ? არა, ზოგადად. თუ გინდა ნიჭია, თუ გინდა ამ აი, ამ სეზონს. აფინია. რაფინია თუ ჰარიკეინი? ჰარიკეინი? ჰარიკეინი თუ ლაუტარო მარტინესი? ჰარიკეინი თუ ზომერი? ზომერი ძალიან მევასება, ზომერი. თან კაი მატჩი ქონდა, მატჩები. კი, არა, მართლა ისეთები აქ გაკეთე. აი, ზომერი თუ პედრი? პედრი. კარში? კაი, პედრი. კარში შეიძლება. პედრი თუ ბელინგემი? პედრი. ბელინგემი. თუ პედრი. პედრი. ინგლისელი ჯუდ ბელინგემი თუ პედრი? ესპანელი პედრი. კაი, ოკეი, პედრი. პედრი თუ მბაპე? მბაპე. მბაპე თუ ჰალანდი? მბაპე. მბაპე თუ იამალი? იამალი თუ სალაჰი? იამალი თუ კრისტიანო რონალდო? კრისტიანო რონალდო თუ მესი? მესი თუ კვარა? მესი. აუ, არა და გვეგონა რომ კვარა სიტყვა და გადავდივართ. მოდი ვისაუბროთ კვარაცხელიას. უნდა მეთქვა ბიჭებისთვის რომ კვარაცხელია გავიდა ფინალში. უნდა მეთქვა ბიჭებისთვის რომ ბიჭებო შემოიტანეთ კვარას მაისური მეთქი, მაგრამ აღარ შემოიტანოთ. ას ვიზავთ არა უშავს. ნუ მესი ვიცით რომ მსოფლიო ფეხბურთის ღმერთია, ეს გასაგებია, მაგრამ მაინც გვეგონა რომ ბოლოსში რა კვარაცხელია სიტყვა და მაგრამ არ თქვა. თუმცა ჩვენ ქონდა ისეთი გადასვლა მომზადებული რომ კვარაცხელია რა თქმა უნდა. მოდი ახლა გავაგრძელოთ საუბარი კვარაცხელიაზე. ჩვენ როგორც ვიცით, შენ ხვიჩასთან გაქვს ისეთი იცნობთ ერთმანეთს. და მაინტერესებს ფინალში რო გავიდა, მაგის მერე თუ ქონდა კომუნიკაცია და რა გითხრა? აი ფინალში რო გავიდა არ მქონდა, მაგრამ აღარ წეს უკვე ფინალში თამაშობდა მე. კი. შემდეგ დღეებში აშკარად. სხვათა შორის ხო მილოვაცსაც აქ ნათქვამი რომ ხშირად თამაშობს ხოლმე კაუნტერსა და შენ თამაშობ ხოლმე კაუნტერს არ ვთამაშობ მე არ კვარაზე კიდე რა მაინტერესებს ახლა ის არის რა ფეხბურთზე თუ გიბაზრია ანუ აი ქონია კომუნიკაცია და უთქვია რომ აი ის მაგრად მოვატყვი ან შენ გითქვია რომ ეს რაღაც მაგაზე გისაუბრეთ რა ემოციები აქვს ხოლმე რა მაგალითად არნოლდი რომ მოვატყუა და რაღაცა და მაგაზე არ აქვს ხოლმე სტილობს ხოლმე თვით ანუ პირიქით მე თუ მithქვამს რომ რაღაცა აი ლუკაკუზე ცუდი თუ მithქვამს ან რაღაცა პირიქით ცდილობს ხოლმე რომ არ თქვას ალბათ ეშინია მაინც ლუკაკუ ძალიან დიდია დაჩეჩქავს კვარას რო რამე და ისე უყურებს ხო YouTube-ს ქართულ YouTube-ს კი უზის რა თამაში მაქვს გამოვში თამაში მაქვს და გავედი მე და რა თამაში მაქვს ქოროსთან რა ხო არასწორ პასუხობა ნაკვი არასწორი პასუხები უნდა გამცე რა ხო რა უნდა ეგანაც ვითამაშე უკვე ხო და ეხა უბრალოდ არის წეგანს ცდილობდი რომ სწორი პასუხი გაგეცა და ეხა კაი დავიწყოთ დავაი ქართველი მომღერალი ხადა შენი ზედმეტ სახელი პერო წაიმღერე ქართული სიმღერა ave maria კაია ალკოჰოლური სასმელი
ზედაზენი იმის, რა ქვია, ტარხუნის. ძალიან საჭმელი, რომელსაც არასდროს შეჭამდი. იურე. რომელი გუნდის ფანი ხარ? ლესტერის. კაი. ელ კლასიკოში ვის გულშემატკივრობდი? ლეგანეს. ელ კლასიკოში. ხო, ანუ სხვაგან უყურა რა. ლეგანესი ხეტაფე არ არის ელ კლასიკო? რეალი ბარსელონა. რეალი ბარსელონა. არიცოდა, არა. რეალი ბარსელონა ელ კლასიკოში ვის გულშემატკივრობდი? იმას. ელ კლასიკო. თვითონ არ ბიჭო, კი არა მოსანუ. კაი. მე ვიტყოდი. კაი, გაიხსენე ანდაზა. მე ვიტყოდი რომ რა. ანდა ოხრა უეცრად ჩამოხრა უბედურების სამა. კი ბატონო. ბასტო შენი ვინ არის? და. მოგეწონა თამაში. კი, მინდი მეთამაშე შეც. ჩქარა მათამაშე. ეხა გვაქვს ერთი. დაკო რა გვარ მათამაშე. რომე ათამაში. რა თამაში? რომე ათამაში. სისულელეებს რომ ათამაშე. მათამაშე. ეხა გვაქვს სისულელე თამაში ერთი კიდე. მიდი რა. რომელი თამაში? ათამაში. რა ვათამაშო? აი შემოწეული მაგის. ხო, მოკლედ ეხა ესეთი თამაში გვაქვს მოფიქრებული. რომ პასუხები უნდა ავიღოთ. 4 სავარაუდო პასუხი იქნება და უნდა გავინაწილოთ რა. ხო. ამოვირჩიოთ რომელს უპასუხებდით და მე კითხვა ავიღოთ. საიდან ავიღოთ კითხვა? აი ეს არის კითხვები ეს პასუხები. ანუ აქეთ კითხები, აქეთ ქულებზე არის რა ვიცი მე. ხა უტანელი პასუხი იქნება. არ ვიცი, ვინც მეც ამოიწევს ის იგებს რა. აი, მოიცადე, აჰა, წავიკითხოთ. კითხები. პასუხებია ეგენ. კაქტუსი, სკამი, იატაკი, ცხენი. იატაკი. სკამი. ცხენი. კაქტუსი. ანუ ინტუიციის თამაშია რა, როგორ კი. რომელზეა მტკივნეული ჯდომა. აბა რა. კაქტუსი. ჩემია. სკამზე მტკივნე თუ გააჩნია სკამს. მარტივად მოუიგე. შემდეგი შენ რა ფასი ღიღა? იატაკი. იატაკზე რატო? ბიჭო, დაჯექი დიდი ხანი. რამდენი წუთი უნდა და არა, მე აი, კაქტუსი. სკამსაც გააჩნია. შენზეც მაგარი მტკივნეული, მე ცხენი იყო ჩემი მაგარი მტკივნეული. ხო, არა, გააჩნია. კაქტუსზე ყველაზე მტკივნე. ანუ ნახე, გარინჩა ცხენი თუ არა. ყველაზე კარგ კაქტუსზეც გეტკინება ის არა, სკამი, გროტაშ. ბიჭო, კაქტუსზე რა უნდა დაჯდე? რატო? რატო და ეხა იატაკზეც ეთკინება ხა? არა, სკამი დებილობა, იატაკზე სკამი გეტკინება. წამატააგო რა. კაქტუსზე არავინ არ გააჩნია ჯდება. ეხა, ცუდი. კაქტუსზე რატო უნდა დაჯდე? სწორია. სისულელე. არა, კაქტუსია ცხენი? ჯდომა. კაქტუსია ცხენი, გამო- ცხენი, ხო, მტკივნეულია. გარინჩა ცხენი თუა ის არის, აი. ხო, გეტკინება რა. აი, ანუ მე და შენ თვითონ ჩვენ მოვიგეთ. ოკეი. კი გარაჟი კაქტუსი ქონდა ბიჭო. აი, რატო უნდა დაჯდე? კაქტუსზე ხო, სისულელეა. ეგრე ხომ არ ხო შეიძლება რომ დაჯდე. ხომ არ დაწერე ეგრე ის რა ხერხი და ხერხზე ხო ვერ დაჯდები, სისულელეა. სისულელი, სწორი. აი მაგიდაზე ხო ჯდებიან ხო? გიგა როგორ ვერ იცი თავს ბიჭო კაქტუსი გაქვს. ერთი და კაქტუსი იგივე. გაქვს. ანუ ჯდებიან ხოლმე თუ არა მაგიდაზე. აი, გავიარეთ. ვიღაცები ვისაც ის არა აქვთ რა და ქვია. კაქტუსი ხო დევს ხოლმე ზრდილობა? მაგიდაზე. ხო შეიძლება რომ დაჯდე. არა, ნახე დაჯდე. დაჯდე არის ეს, აი. და იმას არის, აი იმას ის. არ ჯდები ხო? არ დაჯდე. სტელობა. მათიმ ჩამოდო. ჩამოდებ და ჩამოდე, აი ჩამოდე. ძმა მე დამჯდარ ვარ ძმა და არა, ვიცი ჩამოდე. რაზე დავდარ კაქტუსი. აი, ანუ ეს სიმწარეც ერთი არის კულა ძმა. გიგას აქვს, ერთი შენ, ერთი მე და თორნიკეს არა აქვს ერთი კულა. ანუ კაქტუსზე ჩამოგიდია. სკამია უიღეს. ბარი, ფასდაკლება, კედელი, ვარდი. ვარდი რა თქმა უნდა. ფასტა. ჯეიმი ვარდი. კედელი, მე რა დამჩა? ბარი. კაი ბარი. ვარდი რა თქმა უნდა. აი, კითხვა. რომელ სიტყვას აქვს 2-ზე მეტი მნიშვნელობა? ბარი. კედელი. არა რა კედელი ბარსა. რა? ბარსა. ხალი კედელი და კედელი. ხო ეგ ორი და სამი აქვს ბარს. ბარი, ორზე მეტი. ბარი, ბარი და ბარი, ბარი. ხო. 2-ზე მეტი უნდა იყოს. ცოცხალი კედელი, კედელი. და მეტი კედელი აღარ არის. შინაც კედელი? ბიჭო, მე კი ჩუმად ვიყავი, მანა დააკვირდით. ფასი, დაკლება. ერთი აქ. ფასია. დაკლება. ბიჭო, ნახე, ფასი ცალკე. დაკლება და ხო და- ფასი არა, მე დაკლება. მოვიგე, აშკარად აა, მოვაქ მოგებული ახლა. ბარი. არა, დაკლება და არა, არ მოგიგია. ფასი, ფასი დაკლება. ფასი დაკლება. ფასი და არაფერი არ არის. კლება. არა. მე მაქ ბიჭო, აი მოგებული ბარი დაიწყე მაქ კლება ახლა. წონაში. ანუ ორი მნიშვნელობა აქვს, ორი მნიშვნელობა მე აქვს. მგონი ფასი. დაკლებას უფრო მეტი აქვს. ორი, კი, ფასი ხო და სამი დაკლება. აქვს ჩემსას, ბარს ბიჭო, აქვს სამი. აბა, აბა, აა 4 ვარდი, აქვს. ვარდი. ბარი, ბარი, ანუ ბარი მთა და ბარი. ხო. ბარი, ბარი, რომ მიხვედი დალიე, ბარი ეს და ბარი იმის რეპის ბარი. აი ხა მე გეტყვით. ვარდზე. მიდი. ვარდი. ჩაოლებრი ვარდი. ჯეიმი ვარდი. არა, ეგ გვარია, კაცო, არა, მნიშვნელობა არ დააცადე. აქვს. ხო, მაგრამ კიდე? კაი, მიდი, ჰა. კიდე.
აღარ არის. ჩემი ჯერია. ფასი, დაკლება, კლება, ფასაკლება და არა, დაკლება არა, ფშუაში არა. ება. არა. ნიკა შედა გქონდა? კედელი იყო ჩემი და ჩემსაც ბევრი აქვს რა. რამდენი აქვს? 2 აქვს, ცოცხალი კედელი და კედელი. დელი, ინდოეთის. ხო, დედაქალაქი. დელი. კაი, ელი, მუდის ის არის. ელია, ხო ეს? ბარით მოვიგე, ძალიან ბევრი აქვს ბარი. კარგი, შევტენოთ ეს კულა. თან არ ქონდა. თან შევტენოთ, გეგონება. შევტენილი კულა. კაი, იტალია, ელიავა, დეპრესია, სოლარიუმი. რა თქმა უნდა, ელიავა ბიჭო. დეპრესია. რა თქმა უნდა, დეპრესია ელიავა. მე. კაი, იტალია მე. სოლარიუმი. ოკეი. რომელში იყვნენ ახლახანს სმარტულები? დეპრესიაში არიყავ. სოლარიუმში იყავი, ხო, აშკარად. ბიჭო, რა? არა, იტალიაში ვიყავით. აი ხა ნახე, ასო. სოლარიუმში იყო, შეხედე. ბიჭო, აბა სუყურე. მაიკა, იცი. არა, იტალიაში იყო სოლარიუმი. მაიკა, იცი რა. მოვიგე, ხო არ გადაო. ფეხა კამერა. იტალიაში იყო სოლარიუმში. ხო, არა, თავზე იმას ნახე, მართლა თეთრია აქ, თავი და აქ წითელი. იტალიაში ვიყავით ხო, მაგრამ დეპრესიაშიც ვიყავით და ელიავაზეც ვიყავით. იმიტოც, ხო. არა, დეპრესიაში არ ყოფილვართ ახლა. ელიავაზე ვიყავით? ელიავაზე, ანუ ელიავა გამოირიცხა, შენ გამოირიცხე. მაგრამ შეიძლება გიგა 2 საათი რო გავიდა გახსოვს? შენი სოლარიუმი იყო? სოლარიუმში შენ ხო არ უეჭველი გავიდა. ქულა გაქვს. უეჭველი ნახე სოლარიუმში ანა. შენ უეჭველი ქულა გაქვს, იტალიას ვფიქრობ ახლა. რას ფიქრობ, იტალიაში ვიყავით? ხო, იტალია. იტალიას ეკუთვნის. ეხო ჩემი იყო. ხო, ანუ თქვენ მოიგეთ ორმა რა. ხო, ჩვენ მოვიგეთ. დეპრესიაში არ სოლარიუმში იყო ყოფილვართ. გიგა. რა შოტია? ერთი ქულა მაქვს მე. თითო აქვს, იმათ ორ-ორი ჩვენი რა. ხო, და მოვიგო. კაი, ბაბუა წერა. ბაბუა წერა. მედუზა. თორნიკეც იყო, თორნიკე ჩემია. სიყუს ავიღებ მე. მე რა შეხვდა მედუზა, ხო? მედუზა. მიდი. დავა, მედუზა ჩემი. სიყო იმაში. რომელიც შეუძლია იცხოვროს სამუდამოდ. მედუზა. თორნიკეს. სამუდამოდ ციყს. ციყ შეუძლია? კი. არა. არ შვება. ანუ შეუძლია და არ შვება. ბიჭო, ხო და რომელ ბაბუა წერაზე იყო? იმ სცენარეზე თუ აი ტიპი როა, რო არ კვდება, ხო იცით ეგრე. ბაბუები რო არიან რა. ეგ ტიპი არის. შეიძლება მორგან ფრიმანზე არის საუბარი. ლაოსში რო ცხოვრობს. ბაბუა წერა. მართლა არ ვიცი. ჩემი აზრით თორნიკესაც შეუძლია რომ იცხოვროს სამუდამოდ. მოწევას რო დაანებო თავი. და? არა, უკვდავი არავინ არ არის რა. წყალი რო არასდროს არ დაწყდეს რუსთავში, მაგრამ რუსთავში აღარ ცხოვრობ. აი ბიჭებზე არის. ნიკა რა ყოფილი. მაგრამ ციყვსაც ციყვი ნახე, ციყვი შეუძლია, მაგრამ არ შვება. სამუდამოდ. ხო და შენც ეგრე, შენც არა, ეგრე. მე მგონია რომ ბაბუა წერაა რა. უბრალოდ არ ვასთით. რა ბაბუა წერა ბიჭო, მედუზას არ შეუძლია. სამ მედუზა ცხოვრობს მთელი ცხოვრება. მედუზა ესე აკენტრელი მყავდაო. აი ესე ვიღებდი, უყრიდი უკან კაცო, რამდენი მედუზა მყავს გამოსავალი. მაშინ არც ანუ ერთი წამი ნახე, ეხა რომ მე მედუზას ვეხები, ეგ მედუზა სულ არსებობდა? ან რას ახებ? ან ნახე შეუძლია და შეიძლება ვერ ცხავ, შეუძლია, მაგრამ ანუ არ არის რა. სულ ცხოვრობს. ხო და ჩემი აზრით შენ შეგიძლია. აი, ანუ რაც არ უნდა სიგარეტს თავი გავანებო და აღარ დავლიო და აი დაანებე და ნახავ. კაი. ხო, ეგეც არის ახლა. კაი, ანუ ეს კითხვა უნდა გავაბათილო. არა, გავაბათილოთ არა, ბაბუა წერას და არა, თორნიკეს თუ არ ბიჭო, მithვლით. მინიმუმ იქამდე ბათილდება, სანამ ეს ცოცხალია, ანუ თუ რაღაცა, მე შეგვიძლია ეს. 100 წელი, 100 მე წელი. ჩამეთვლება რა. ოკეი, всё. კაი, მინდა. სმუზი. არა, შემდეგი. გენეტიკა, შემდეგი. კრევეტები, ორიენტაცია. კრევეტები, სმუზი. რა დარჩა? ორიენტაცია, ორიენტაცია, გენეტიკა. გენეტიკა იყოს ჩემი. ორიენტაციაზე ყავს გიორგი. ჰეტერო იყოს ჩემი. ოკეი. ჩემი არის სმუზი, ხო? ხო, აბა, კითხვა. ჩემი რა არის? რა იყო ჩემი? გენეტიკა. აკუ ვიდა. შენ რა თქვი? რა პასუხი გაიცი? კრევეტები. კრევეტები. სულ შენ გაიცი, მან დარეწეროთ. რა აძლევს ფლამინგოს ვარდისფერ შეფერილობას? კრევეტები. კრევეტები ჩავსტა. აი ხა გაჩერდით. ორიენტაცია. ფლამინგო გეი რო არის, თქვენ? ხა, სმუზის თემა არ იქნება. სმუზი არა. სმუზი არ არის. არიცოდით, გეები რო არისო, ყველა ფლამინგო გეია. ორიენტაციის თემა. ანუ მამაკაცი ფლამინგოები შეშავები არიან, მაგრამ თუ გეია არის ანუ ვერ ვარდისფერი. გაარკვევ, ყველა ვარდისფერია. გეები არიან? ხო. როგორ მრავლდებიან მე? ყველა გეია. ყველა ყველა ფლამინგო გეია. უდარების იმაში არ შეგხვედრია?
ყველა ფლამინგო გეია ბაშასადამე რა გამოვიდა და რაღაცა თუ არც ერთი ფლამინგო არ არის. უნარების ტესტებში იყო ხოლმე. ანუ რამდენი ფლამინგო არის ქალი და მან და უპასუხო მე. გაიგე? ეგ არის. მაგრამ მოგვიგო რა. კარგად ითამაშა. სხვა შეფერად გქონდა ეს თამაში და კაი თამაშია. გენეტიკა. მე მოვიდა. ყველა სწორი პასუხი გავეცი. და კაქტუსიო მე გავეცი. უაზრო წააგე, მედუზა მე გავეცი და გენეტიკა მე გავეცი და მე ახლოს იყავი, ხავი, იცი რა არის? ფლამინგოები რო გეები არიან, იმდენად კრეატიული. ბაპე მომივიდა, სამი სწორი პასუხი მქონდა და წავაგე თამაში. არა უშავს მართლა დაიგე. 3 გოლი გავიტანე. სწორი პასუხი, მართლა? მე მომიგია. მე ვეტყვი. კითხვა რა იყო? რა აძლევსო ვარდისფერ შეფერილობას. ან კრევეტებს რო ჭამენ, მე ვარდისფერი კრევეტი არ მინახავს თუ რა იყო? ან კრევეტებს რო ჭამენ, იტყობა რაღაც ნიუტრიერებაა და მე პიგმენტზე მოქმედებს. კრევეტებს მე. მაგრამ მე გეების ვერსია უფრო მომეწონა. ფლამინგოები. ო, ბიჭო, მართლა ეგრეა. კაი, ბოლომდე რო ისე აწევ. შენც რაღაც კაი ფერზე ხარ და კრევეტების ჩამოხორდა ის. ანუ ვინმე ფლამინგოს სახო არ დადიხარ. კაი, მოდი ნაჯახ კითხვებს არ გადავიდე, ცოტა დავძაბოთ სიტუაციას, ცოტა შემოვიტანოთ ამდენ სიხალის რაღაც რამო შემოვიტანოთ და ქოროდ დავძაბოთ ცოტა. აი, ნაჯახი შეკითხები. კაი, შეკითხები, რომლებიც გამოგვიგზავნეს ჩვენმა გამომწერებმა, შეიძლება ჩვენი დაწერილიც გია. შენ უნდა ამოიღო, უპასუხო, სათითაოდ და აი ესე რა მარტივად გულწრფელად. ხან უნდა წაიკითხო კითხვა რა. ხო. რომ მოგატყუოთ და ვერ მიხვდეთ? როსულა. ანუ კითხვა რო წავიკითხო, რაც მე მინდა პროსტა რო თქვა და რომ მოთხოვდეთ. არა, ისე გამომწერის კითხვებს ვცნობთ. და ძალიან გავს. ფლამინგოთი დავიწყოთ. ოკეი. ვინმეს თუ გახუმრები ხარ და შემდეგ ბოდიში მოგიხდია, რადგან ზედმეტი მოგივიდა. ბიჭო, წესით უნდა იყოს ეგეთი შემთხვევა, იმიტომ რომ ალბათ კი კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ გადამეკეტება. ალბათ უფრო ახლობელთან მომსვლია ეგ რა. რომ გადამეკეტება. ზედმეტი არა, აი ბევრი ვივაყოლე რა, ზედმეტი იმაში დაუკრეფავში არ გადავსულ ვარ, მაგრამ აი რომ მიაყოლებ ხო ის და იმენა მიყვება რა. თან საუკეთესოები რომ გაფიქრდება თან მაგრამ ესეც ისეთ სახით ზის რომ მიდი კიდე გინდება რომ უცხარა და მე ერთი 15 წუთის მე რომ შემიჩნევია რომ რაღაცა მოიწყინა რაღაც მქონია აშკარად. კიდე გითქვია რამდენიმე ხუმრობა მიყოლები. კურსი ოღონდ მარტო მაგისტვის მე რა რომ მან სწორს როგორ აღარ იცი გაიგე. ეს ხელი უნდა მიატყეს. აი. ხო და არა, ნახე ანუ ეგ არის რა. ეგ უფრო დამამცირებელია მე. შენც მითხარი თუ გინდა. ეგეც უფრო დამამცირებელია. ეგეც იმიტომ რომ ვერ გეუბნება. პირიქით, თაუ ხო აი რაღაცა ზედმეტი მომივიდა და უფრო ანუ რეალდები კიდე უნდა სხვას უთხრა. ისიც არის ხო, აუ ბიჭო ვერ მივხვდი აი რა მომენტში გეწყინა. ეს ეიაზובה კარგად. არა, თან ასახით ჩემი ბრალია რა, შენი ბრალია რომ საშუალებას მაძლევ. ეგრევე ახედან ამოვიღებ. ქორწინების უარყოფითი მხარეებია. ქორწინების უარყოფითი მხარეები რა არის ახლა? ესე იგი კლუბებში მე ისედაც არ დავდიოდი. და შესაბამისად არც ეხლა არ დადიხარ. ბარებში არ დავდიოდი. აი რა მინდა და ვერ ვაკეთებ. ფეხბურთის თამაში მინდა გავდივარ, თამაშობ სახში, კომპიუტერი მინდა ვთამაშობ. შეიძლება ის, ვითომ? ხანდახან რო ხვეტავ ალერგია რომ აქვს, რომ აცემინებს? ალბათ ეგ. ანუ ალერგიულობა მოიმატა ქორწინების მერე. იმიტომ რომ მოხვეტვა მიწევს ხოლმე. მიწევს რა, ბიჭო, მოსახვეტია და მოვხვეტავ, რას ქვია? რა პრობლემა ხო? არა, მე ხვეტავ ხოლმე და ყველას მოგუხვეტია. უნდა მოხვეტე ძმაო. ანუ ეგ მოხვეტია. ხო, ალბათ ეგ. ან იმის გადაწმენდა, მტვრის გადაწმენდა, იმიტომ რომ ალერგიული ვარ ძალიან, აი, იცის თორნიკე. უკრავმა თორნიკე. ეგ გვხვეტავდა ხოლმე. კარგი, არ ცოდნია თორნიკეს. შემდეგ შეკითხვაზე. ანუ მარტო ეგ არის მართლა? ანუ ძალიან კარგია, იმიტომ რომ შენი მეუღლეს ნახავს და ძალიან გაუხარდება რომ მარტო ეგ არის უარყოფითი ბიჭო, ხო, მხარე. იმიტომ რომ მე ზოგადად სახლში ყოფნა მიყვარს რა. ანუ ის ხო, კი ბატონო. აი ყველაზე დიდი ის არის ხოლმე ალბათ რომ გასვლა უნდა ვიღაცას რა. ან სოლს ან ქვარს და ვერ გადის რაღაცა ეს ტვინსოჭ, მაგრამ
მე ჩემი კომფორტის ზონა სახლში ყოფნა რა. შეიძლება მისად ის არ პრობლემას არ მიყვარს არსად, არც ფესტივალებზე, აი ხალხმრავალ ადგილებში არ მიყვარს რა. ინტროვერტი ვარ მოკლედ რა. ანუ 3-ზე მეტი ადამიანი სადაც არის არ მიდიხარ. გააჩნია, ხო, ადამიანად თვლი თუ არა ვიღაცებს. გააჩნია. ვაუ. გიგაზე თქვა? გიგაზე თქვა? მე შენზე თქვა. არა, შენზე თქვა რომ ბიჭო ადამიანად არ კან. ის და ბუნებრივია. ეხა არ გიგას დაწერილი კითხვა არის. ეს ბუნებრივია, თუ ოკეი. ბუნებრივი ხეა. ჰა? ოკეი. ეხა გიგას დაწერილი კითხვა შენზე. FIFA-ს თამაშობ? მომეწონა, არა. ეგრევე არა, სანსუდად თამაშობ. წამოგეთამაშ. სუდად თამაშობ. YouTube-ზე საუკეთესო იუმორი გააქვს, არა? ვის აქვს საუკეთესო იმორი? YouTube. ბიჭო, ვერ იტყვი ეგრე კონკრეტულად. Sorry-ა? არიქეები, მეცინება. მე მეგონა ეხლა რა შემოხვედა იტყოდი, მაგრამ ოკეი. არა, ეგრე კონკრეტულად არა. არის დღეები მეცინება ვაუჩერი მაუჩერზე, აი ძალიან. აი ხა. აი, მოდი გავყვეთ მაშინ ორშაბათი. ვაუჩერი მაუჩერი ძალიან ის. გავყვეთ მაშინ ორშაბათი. ვაფშე YouTube-ს არ უყურებ სიმართლე არა? რა დიდად. ქართულს თუ ზოგადად? არა, ზოგადად რა, ეგრე არ უყურებ რა. ვერ ვძლებ ბიჭო, მე მგონი TikTok-ის სინდრომი მჭირს, რომ აი პატარ-პატარა ან თუ ვუყურებ ვახვევ და აღარ ვუყურებ ხოლმე ეგრე, იმიტომ რომ მე ვუფუჭებ имас ანალიტიკას, იმ არხს, რასაც ვუყურებ. გადახვევებით რო ვუყურებ, 2 წუთში რო ვუყურებ 20 წუთიან ვიდეოს, ვუფუჭებ რა იმას. ხო, კაი, მოკლედ ესე იგი არ ყავს ეგეთი გამორჩეული ის. გამორჩეულად ეგრე არა, მაგრამ აი რო წამსკდება სიცილი არის ხოლმე ძირითადად ნიკოლოზ ტაბატაძე. ტაფსონაზე, ტაფსონაზე წოდებულ. მეცინება, აი რომ ახსენდება უკვე მეცინება ეხლაც რა. ანუ რა პონჩი? ჩვენ არ ვიცნობთ ახლა და ჩვენგან არ მიიღო ნიკანი თვითონ გიორგიამ. პერსონაჟია აი ტაფსონა, აი ყველაფერზე მეცინება, ტაფსონამ რაც არ უნდა გააკეთოს. რო ლაპარაკობს რაღაცა სერიოზული სახით მეცინება რა. აი ხა თან აი რაღაცა უკან ხო აქვს ბევრი რაღაცები, რომ ლექტორია თან და რაღაცა ის არის, რა ქვია. აი ისიც აქვს, რა ქვია, ძალიან კარგად წერს სხვათა შორის და თამაშების მერე კარგ განხილვებს აკეთებს ხოლმე, მე მაგას ვკითხულობ ხოლმე, ვიდრე მაგის საყვანელს უსმენ და ძალიან ვერთობი ხოლმე. აი ხა მაგის კომენტირებით საყვანელ ფეხბურთს რო უყურებ, სულ ეს გამახსენდება, აი ხა რო ეცინება კორსის და რო იცინის. ამ დროს იცის კორსის. ზოგადად მან დეგეთი კამონა აი თუნდაც ანდროც ხელაძეც, ანდროზეც. ოღონდ ანდრო არის აი ტაფსონას ის არის, რა ქვია, ტკიპა რა, ჩათვალე და ტაფსონა თუ რაღაცა ოდნავ უაზრობას იზავს, ეგრევე ანდროს აქვს გამოაშკარავებული და ისეთ რაღაცას უწერს, რომ შანსი არა რომ არ გაგეცინოს რა. ანუ ეს ხო. ხო. ეგ თემა არის დაახლოებით რა. დაახლოებით. ოკეი. კაი, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, აბა. ჰამაკი დეცენტრალიზდა თუ დაიშალა? ძალიან ცოტა ხანში ჰამაკი დაბრუნდება ერთი პროექტი რა პრინციპში ერთი ივენთი იქნება რა ეგ რა რაღაცა ის გვინდა გავაკეთოთ ფეხბურთის იმაში ისევ უცხოელი იუთუბერები რო ჩამოვიდნენ და რაღაცა პატარა ტურნირებით გაკეთეს რამოდენიმე ფეხბურთის საქართველოს ლაპარაკი და ხო მაგას ამბობდა ესე იგი ხო რა მაგის ხო შეიძლება ეხლა თუ ხო დაანონსე თქვენ კი ბატონო ამაზე იქნება ძალიან მაგარი ამბავი იქნება ანუ YouTube ლიგის პონტი იქნება ღონაც არა ანუ ერთდღიანი ის იქნება ჩათვალე ივენთი პატარა ტურნირი უცხოეთიდან ჩამოსული ხალხი რაღაცა იმედია გავსებული ტრიბუნები ნახოთ სადაპირებ ჩატარებას ბიჭო აი სპორტის სასახლეში წესით რა ძალიან კარგია წარმატებები და გასწორებს კი ძალიან მაგარი ამბავი ხო ამიტომ ჰამაკის ჰეითერებს ცუდი დღე. არა, ჩვენ ვიცით რომ არ დაშლით ხართ, უბრალოდ ხალხში არის ეს კითხვა და მაგას პირიქით კარგია, ხო იცი მე ჰაიპდები და არ დაშლილა. ეხს აღარ დგავ რა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. ეს ვისი შეკითხვა იყო, მაყურებლის არ იყო მე მგონი. არა, კი, მაყურე ერთ-ერთმა დაწერა. კი. ვინ არიან ის იუთუბერები, ვინც ნაკლებად ნიჭიერები არიან, მაგრამ შენზე მეტი გამომწერი ყავთ? ყავთ ალბათ. ესე იგი მე მყავს 2800 რაღაცა 2870 გამომწერი. და აბა ვინ არის ისეთი ვისაც შენზე მეტი გამომწერი ყავს, მაგრამ შენ თუ რომ შენ მასე ნიჭიერი ხარ და შენ უფრო მეტი უნდა ყავდეს. რამე ინტრიგა და აი თქვი ჩვენზე მიდი. შენ 5000 იქნება. მახარას ამბობ? მახარა. თქვენ არხები ვიცი.
ვაფშე მაგარ არის პრობლემა. არხებიან ახლა. ლაშა გელაშვილი აუცილებლად. ბასტო ფანტასტო. ჰანგრიმენის ბიჭები. მე მგონი ყველა ჩამოვთვლი ახლა რა. ოქტოპუსი? ოქტოპუსი. ეგრევე რომ მიამატა. კიდე რა. ანუ არავის არ თვლი რომ ის არის რა ქვია, შენზე ნიჭიერია. რა თქმა უნდა, კონკრეტულ რაღაცაში, ერთში. აი რაში? სახალხოდ ვერ ვიტყვი მაგას. ჩემ გულში ჩავიკლავ. ხო, შენ ხო, რაღაცა ერთში ყველას ჯობი ხარ. კი. რაორნაში. რატო ფიქრობ ხარ უაზრობზე? ტრიკა ჩააგდო. არ უნდა თქვა და აი, არ უნდა თქვა. შემდეგ კი. შემდეგ გაჩვენებთ. ბასტო უფრო კარგად თამაშობს ფეხბურთს თუ შენ? იქიდან გამომდინარე რომ მე პროფესიონალურს თამაშობდი ბასტო. იმიტომ რომ ბასტოს პროფესიონალურს რა 11 წელი თამაშობდი მე მოკლედ და ეს ბიჭიც არ თამაშობდა ძმაო და ესე შეაყვარა ხალხს თავი და ამიტომ ტექნიკურად ის ჯობია თუ არა? ხო ანუ ბასტო რა ბასტოს ვიტყოდი. გიგარი. ნახე შემდეგი გეშენია რომ გამელოდები. მე მგონი საერთოდ არ მეშინია, აი გადამიგეთ. და გვერდით ჩემ თავს ძალიან ბევრი ჰეითერი მყავდა 5 წლის წინ უკვე შეგროვდნენ ეს ჩემი ჰეითერები და დაიწყეს ჩემ თვალზე საშინარი რაღაცების ლაპარაკი. შენ თვითონვე ნერვიულობდი მაგაზე მე როგორც მახსოვს. მაგრამ ხო ხედავ არაფერი მე ძალიან მიხარე ისე ნერვიულობდი შენ რომ ესეთი შენიგი რო გვაქვს ძალიან კარგი. ხო რაღაც მომენტში ერთხელ გაიცინე მე მგონი და აქ გეტყობა რატო რო კი არა მეც მექნება კი. კი აქ დავინახე წეგან ამო ჩამოწევ. შენ გზელითმები გაქვს ხა და იფარება რაღაცეები. ბიჭო ხო და ხომ ცვიოდა 5 წლის წინ. ფენით გაშობას ხო შევეშვი. იმას ხო შევეშვი რა ქვია. აშევეშვი კიდე. არაფერი თმა აი გაქვს. იმას ვაკეთებ, რას ვაკეთებ? თუ კიდე ჩამოვთვლი ახლა რა მიშველა. რა ხალხს ექნება პრობლემა და მე ნაცადი მაქვს აბუსალათინის ზეთები და მაიმუნობები, მაგრამ მაგას არ უშველია დიდად. დაჟე გადავიპარსე ერთხელ ის დავიტოვე პალასიოსავით მქონდა და უკანესე? ხო, მე ინტერის ფეხბურთი. ხო. მე იმაშიც რო იყო და იმაშიც, ხო იცი, სადაც. აქ ლიგა მოგებული ხო? არ ვიცი, არ მახსოვს ნახდათ. არა, იყო. კი. არა, მე საკვანძო სიტყვები ვთქვი რა. ფენით შევეშვით მის გაშრობას, ძალიან ბევრი იქნა მაგან რო იცოდეთ, იმიტომ რომ თავის ქალა მაგრაღიზიანდება. არა, ცუდი არის ზოგადად კი, ცხელი და თავის ქალასთან მასაჟები უნდა ესე რო იკეთებ, კარგია უკვე. შეუძლია სხვამაც გაგიკეთოს ეს. ვინმე. და ეგორი რაღაც ფენი და მასაჟი. და ასევე ანუ შამპუნს რო იმას ვიზავ, ვინ შამპუნით იბანთ რა, საპნით ვინც არიბანთ. შამპუნს რო დაისხავ ერთი წუთი უნდა გაიჩერო და ის მასაჟორი თუ გაქვს თითების მაგივრად მაგ მასაჟორით ისქნა მაგას აღარ ვაკეთებ ახლა იმიტომ რომ საერთოდ აღარ მწვივა მე რა ხო ხტები და სამთოში ერთხელ უნდა შეიჭრა რა თმა და მე აღარ ხწვივა და არანაირი გადანერგვები და რაღაცები არ გჭირდება დარწმუნებული ვარ ახლა ერთ კვირაში სულ გამწვიდება ესენი რო ვილაპარაკე არა, ქურ ვარ გაგზავნა. მათუ გამწვიდება, გარედან შემოვაგდებ აქ იმას, ცეცხლს. აქ რატო რა გინდა შენ გაგზავნა თქო ჩვენ იმიტომ რომ დამთარსებ. არა, გამომიგია. მოდი, ჩვენ. всё. გამოსული. არა, ხო და კიდე ამოვა რა. აი, გამოსული. საინტერესოდ მივდივართ. ეგ არის ხო? წავკითხეთ. მოდი, ეხლა ჩემი თამაში შერია. თამაში გაქვს? აბა მიდი. ოღონდ სულ არ გამოდის ხოლმე ეს. რამე კითხვა უნდა დამისვა. მე იმას გადავშლი, რენდომად ერთ სიტყვას დავადებ და ეგ იქნება პასუხი მაგ კითხვაზე. ოღონდ ის კითხვა კი არა, ძალიან ზოგადად. აი შეგვიძლია რაღაცა ესეთი კონკრეტული მაგარია. კაი, მე კითხავ. გინდა? მაგალითს გეტყვით, აი დაახლოებით, აი 2 თვეში რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ან რაღაცა ეგეთი რა. გავიგე. კი ბატონო. ოკეი. მოდ დავიწყებ, რომ ამ წლის ბოლოს მილიონერი ვიქნები? აი ხა პროსტა კის უნდა და რატო? აი ნახოთ. შესაძლოა? ნახე. სისხლით
სისხლით. სისხლით ვიქნები მილიონერი? სისხლს. ანუ ვინმე უნდა მოუკლა. ბიჭო, მართლა ამართლებს, ოღონდ ერთხელ ამართლებს ხოლმე ეს სამას. სისხლით არ მინდა. სისხლით არა, ნახე, არ გინდა შენი გადასაწყვეტია. სისხლს თუ დაღვრე, გახტები. აუ ეხლა რომ მილიონერი გავხდე უეჭველი სისხლით ხო, მართლა. აი მე გეტყვია, ვა. გაამართლებს კიდე? ჰა? კი, გაამართლებს. კი, ანუ თითო ჯერ ამართ. ოკეი. მე მაქვს ეგეთი კითხვა. ზაფხულში როგორი ამინდები იქნება? არა, ზაფხულში ან როგორ სად დავისვენებ, ან როგორ დავისვენებ? შეგიძლია რომ მითხრა? რაღაცა ინტრიგა მოვიდა. ხო, რა, შეგიძლია რომ მითხრა იმაგის გარშემო ზაფხულში, როგორ დასვენება მექნება? აი წიგნი გეტყვის რა. არ წავიდა? ვეყარ. ანუ არ წავიდა არა? წავიდა. არ წავიდა არა, არ წავიდა. ეგრე ანუ ვერ აწერია. წახვალ რა. ანუ ვერ წახვალ ამ ზაფხულში. წავიდა სისხლია. ვა, კევიკინა არ გამჭავდა წავიდა მიკროფონი. რა. წავიდა სისხლი. ანუ ვერ ვისვენებ რა. არის უწერია. ხო და არ წავიდა. ანუ ვერ ისვენებს. ხო. ვა, ნიკა მიდი აბა შენ. ძალიან საინტერესო. მაგარი. აუ რა უკითხო. ამე მანქანაზე კითხე. მანქანაზე აუ, ვიგოგოს ვევასე. და სახლიდან რო გამოაგდო. თოლიანი. ხო და სახლიდან რო გამოაგდო, ხო მაგიტო ვთქვი. კაი, ნიკ შუცებ რაღაც. არა, ბიჭო, ბიჭო, რაღაცა კითხე. ისეთი აი გეშინია ხო უკვე რაღაცა ის. ხო მინდა რომ მაგას გეუნები უნდა გეშინონდეს. თუ გინდა ჩვენ ახზე კითხე რამე, აი რამ მალე. რამდენ ხანში ავალთ 100-აზე კითხე. აი რამდენ ხანში მოურჩევით ამ პოდკასტს? ამ პოდკასტს თუ ზოგადად? ზოგადად. არა ხო და 100.000 რო აი 100.000 როდის ავალთ, კაი იყოს. 100.000 რო თორნიკეს შეკითხო. არა ნიკასია. შენ უშენ სმარტონლების რამდენ ხანში ავალთ? არასდროს რო იყოს, ეხა ამოსულ. რაო? რიგრიგობით. რიგრიგობით უნდა აკეთოს საქმე. ბიჭო, რიგრიგობით უნდა აკეთოს საქმე? დღეისათვის სულ ეს ეს წაიკითხა ჰამაკმა. ხო. რიგრიგობით და გაიყვნენ ახლა და ცალ-ცალკე აკეთებენ. გაიგე? უყურეთ ან ეგრე არ შეიძლება. რიგრიგობით უნდა აკეთონ საქმე. ეს ბოლომდე არ გვეუბნება, ქორო არ გვეუბნება. ხო და ეგრე არ შეიძლება, ანუ ბიჭო, მე სიტყვას ვადებ ხოლმე და მან ხო, კონტექსტში შეიძლება. ანუ რიგრიგობით უნდა აკეთონ საქმე, მე მგონი მარტივად მისახვედრია რა. მისახვედრია, ხო, ანუ ერთად ხო ცდილობთ და ცალ-ცალკე ცალ-ცალკე უნდა კონტენტები უნდა ვაკეთოს, მაგარი კონტენტები. არ ვიცი. არა ძალიან ბიჭო, კაი. ნუ ის ქენი. ხო, ხო, კაი, ბოლოს ხო არა, საინტერესო იყო, კაი იყო. არა, კაი თამაში იყო. მაგარი ყველას რაღაცა. გამისწორდა. არა, რეალობა. 100-ზე როცა ავალთ, ანუ რიგრიგობით უნდა ავიდეთ, ეგ ვიცით, მაგრამ სანამ ახლა ჩვენ დავიმშვიდობთ მაყურებელს, ბოლო რუბრიკა გვაქვს. და ამ რუბრიკაში სტუმრის ერთი წუთია, რაზეც გინდა ისაუბრე ნებისმიერ თემაზე, შენი ერთი წუთი და ნებისმიერ რამე თქვი რაც გაგისებ. გამარჯობა, შეიძლება ქუჩაში ესე შეგხვდეთ ხოლმე და მოღუშული სახე მქონდეს, მაგრამ ადამიანებო, მე თქვენს ყველას მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვიბადებით სუფთები, მაგრამ მე ვიკიდებთ ხოლმე სიბოროტეებს ცხოვრებაში. მოდით, სიბოროტე არ გავუკეთოთ ერთმანეთს. ჩავეხუტოთ ერთმანეთს. კეთილები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ადამიანები და აუცილებლად მანდ არ უნდა გვავიწყდეს ცხოველებიც. ცხოველს როგორც მოექცევი, ისე იქეიფებ მე ხორის მწვადით. ანუ თუ კარგად მოექცევი და კარგად შეწვალ. ანუ ნახე, ნაკვერცხალზე სხვანაირად იწვება. ტაფის ვაფშე სხვა არის. ტაფის მწვადიც მომწოს მე მაგალითად. მაგრამ ნაკვერცხალზე საერთოდ სხვანაირია და როგორც მოექცევი, ისეთი გამოვა ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მე არავის დაკვლას არ ვემხრობი. მაგრამ მე რომ ვიყურე. მაგრამ არავის თუ დაკვა. მაინც და მაინც დაკლულია, ჭამხოლმე. თორე არ ვემხრობი. კი ბატონო. ძალიან კარგი ეპიზოდი. ძალიან საინტერესო იყო. ვიცი, დარწმუნებულის ვარ შეგატყო. არა, საინტერესო იყო. მადლობა, ქორო და რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ
ჩვენი სპონსორისგან, Doorhouse-ისგან, გვინდა რომ გადმოგცეთ 20%-იანი ფასტაკლების ვაუჩერი. Doorhouse-ი არის კარის სახლი. შეგიძლია შეუკვეთო ნებისმიერი რაოდენობის ფორმის, ზომის კარებები, რომელსაც ძალიან მალე დაგემზადებენ. თუ გჭირდება, შეიძლება გამოიყენო ეს შანსი და ესეთი კარგი კარებები Doorhouse-ში აყენებინო. დაამატე კარების სახში და კარი სახში. კარი. კი, შეიძლება. ერთმა სტუმარმა ზალაში ესე კარი ჩადგა რომ გვაქვს და ხო, შეიძლება აი ფასტაკლება პროსტა რო დავიციო და მივაყუდო. ხო, კი, ეგრე შეიძლება. არ ჩასვა რა. შეგიძლია. კაიფო რა. ყველაფერი შეგიძლია რა. ხო და ის არის რა ქვია. მოკლედ ეს იყო ჩვენი სპონსორი საჩუქარი. მე ვფიქრობ რომ ძალიან კაი სტუმრობა გამოვიდა. კი ბატონო, გიორგი არის ძალიან მეტი ნიჭიერი შეგეძლო, ადამიანი და მეტი შეგეძლო. არა, ძალიან სპეციალურად არ მოვიდა. ვიცოდი თავიდანვე რომ კარგი გამოვიდა და ბევრს ვიცინეთ, ბევრი საინტერესო რაღაცაც გავიგეთ, საინტერესო რაღაცებს თქვით ჩემი აზრით და კიდევ ერთხელ მადლობა გიორგის, გამოვიწეროთ გიორგის არხი, ჰამაკის არხი და ჩვენ დაგიბრუნდებით შემდეგში სხვა სტუმრით. გიორგი აღარ იქნება. ეს უკვე სპოილერია შემდეგი პოდკასტის და მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი. აი ამას დავჭრით, მოვჭრით და კარგი გამოვა. და არ დაგავიწყდეთ. არ დაგავიწყდეთ. თორნიკეზე ამბობ ხო და ჩელენჯი არ დავავიწყდეთ. კი ბატონო, იამალის მაისურს. იამალის მაისურს, გიორგი გადაწყვეტს ვის ეკუთვნის. წიშკას დაელწვანებ წიშკას. ოღონდ 20000 ნახვა უნდა ქონდეს ამ ვიდეოს და მაშინ. ხო, ეგ არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მადლობა. ეგ არის. ეგ გაიგე.